იესოსად მიკუთვნილება. ო ზეციერო მამაო. მას სწავლა დანახვა იმისა, რომ თუ ქრისტემ დააცხრო შენი რისხვა და დააკმაყოფილა შენი სამართლიანობა. მას ისიც ძალუძს, რომ მიხსნას ჩემივე ცოდვებისგან. მას სწავლე დანახვა იმისა, რომ ქრისტეს არ სურს ახლა უკვე გამართლებული. საკუთარ ძალაზე დაიმედებული ვცხოვრობდე თავდაჯერებით. არამედ მაძლევს სიცოცხლის სულის რჯულს. რათა შემაძლებინოს შენი მორჩილება. მას სწავლა დანახვა იმისა, რომ სული წმიდა და მისი ძალა ჩემშია. რადგანაც ქრისტეს სიკვდილზე ვარ დანდობილი. მას სწავლა დანახვა იმისა, რომ ჩემში მყოფი სიცოცხლის სული მათავისუფლებს რჯულისაგან. რომ თუ კი არ შევცოდავ, ამისათვის მადლობას უნდა გიძღვნიდე. რომ თუ კი შევცოდავ, ყოველდღიურად უნდა ვმდაბლდებოდე საკუთარი ცოდვის გაცნობიერებით. მას სწავლე დანახვა იმისა, რომ უნდა ვგლოვობდე ცოდვის გამო ყველა სხვა ადამიანზე უფრო მეტად. რამე თუ როცა ვხვდები, რომ მოვკვდები ცოდვის გამო, მწუხარებ. როცა ვხედავ, რომ ცოდვა შენ წინააღმდეგაა მომართული, მწუხარებ. როცა ვხედავ, რომ ცოდვა გახდა მიზეზი ქრისტეს სიკვდილისა, მწუხარებ. მას სწავლე დანახვა იმისა, რომ განწმენდა შენთან შერიგების მოწმობაა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ რწმენამ ჭეშმარიტად მიაღწია ქრისტეს. შენ მას სწავლე, რომ რწმენა სხვა არაფერია, თუ არა მიღება შენი სიკეთისა. რომ ეს ქრისტეს მიმართ ერთგულება და მასზე დანდობაა. მასზე მოჭიდებაა, ვითარცა ტოტი ეჭიდება ხეს. რათა ვეძიოთ სიცოცხლე და ცხოველმყოფელი ძალა იესოში. გემადლიერები, ვინაიდან შენ მიჩვენე, რაოდენ განსხვავდება ერთმანეთისგან. საგანთა შემეცნება გონებით და რწმენის სულით. გონებით ვხედავ საგანს ისეთს, როგორიც არის იგი. ხოლო რწმენით ვწოდები მის არსს. გონებით გიხილე და არ განმცვიფრებულ ვარ. შენს ძეში კი ვიხილე შენი არსი და აღფრთოვანება მომიცვა შენი მჭვრეტელი. გაკურთხებ, რამე თუ შენ გეკუთვნი ჩემს მხსნელში, იესოში.